Kena taraf beraber. Aslında TikTok dokunmuyor. İsta program konuşuyoruz. Bu sayede narratif biznesden Prokurori Bežvešvili, Tamar Bežvešvili, Bakmauroglu საკუთარი პროკურორი არის 4 ოქტომბრის საქმის წუწება ის არის. ნავთობის ბიზნესი ის დაიწყო თქმა ოჯახის საუბარი. დიდი ხანია ნავთობის ბიზნესი. ნავურიზე მესაუბრე. Кончится Потому что არ მაქვს это რაღაცა კრიზისი გქონდა. კრიზისი რა გქონდა? საქართველოს დიახ. 2022 წლიდან. ნაური რეზერვაშის კომპანიაში. სუტრეიდი 2022 ზოგადად ელიზის გუნდში. ნავთობის ბიზნესზე გეკითხებით. ბატონო, მაგას გაქცევას. ელიზის გუნდში წერტა. ბიზნესი როგორც დაიწყო, ნავთობის ბიზნესი. რამდენი აკაუნტებია ეს კომპანია ხო? იცით რამდენი ბიზნესი შეგვიძლია მათ შორის სადისტრიბუციო მათ შორის რამდენი ჯგუფში არ შედის ისი დამფუძნებლები არიან ელიზის ჯგუფის დამფუძნებლები არიან შენო კომპანია ახალი იყოს მაგრამ ელიზის ჯგუფის დამფუძნებლები არის არა ვერ იქნება ბიზნესის ფიქარია ელიზის ვარშავი ანუ ახალ კომპანიაზე ნავთობის პროდუქტების ბიზნესი არის ბიზნესი. როდიდან დაიწყო ეს პროკურორის ოჯახთან ერთად დიდი ხანია. აუ თქვენ ისე ხაბილო. არა. გაქაურებული საქმის პროკურორის მამასთან ერთად ახლა პროკურორი რომ იყო. პარტნიორი რო ყავს ეს თქვენია. როცა დაგიგეთ. არც ისეთი კონდიცები დაშალავს, და შემდეგ სპარლამენტში. საუბარი შემოგვიწევს და ეს მისი ბიზნესის შესახებ საიდან შემოგვერგეთ. არც ისეთი კომპანიები როგორც თქვენი ოჯახის წევრი ხალხის რუსულ კომპანიებს რუსული არა არ ვიცი მისი ბიზნესის საქმიანობის შესახებ კონკრეტულად ბიზნესი რო აქვს საურელის ბარაშოს ეს არ ახალია საქართველოს 5-7 წელია დაახლოებით კი ეგეც ვიცი მაგრამ ისთან ერთად არის პარტნიორი ხო ისთან ერთად არის პარტნიორები რო ყავს მაგასაც გიდასტურებ ინფოს არ ვიცი დეტალები მის შესახებ არ არის პრობლემა საუბრით ნახვა და ის რომელსაც მოგცემთ და დამკვირვებლებით და გეტყვით ამ კომპანიის შესახებ ელისი აა გოგესაბუთებთ то вы что, ты? Это как парабит сейчас ходишь. компанияда. რასარუნდა ერთი და იგივე. ეს თქვენ შეგიძლიათ მეკითხოთ, არ ვიცი, უსაფრთხოების კომპონენტი, მაგრამ ზაურ ელიზბარაშვილი თავის პარტნიორებთან. იბატონო, მაგრამ ზაურ ელიზბარაშვილი ნავთობის ბიზნესით რომ არის და გამაცადეთ ახლა არ გამოვა ეს ხო. ზაურ ელიზბარაშვილი კომპანიები ისთან აქვს გაფორმებული ამ დეტალებში მე როგორ გეტყვი არ ვარ საფეხბურთში როგორ იყო საფეხბურთში გეტყვი რუსული ნავთობის ექსპორტი ოპერაცია ლაპარაკობთ თქვენი ოჯახის წევრებად გამორიცხულია არ ვიცი დეტალები და ვერ გავცეთ პასუხს ზაურს კი ბატონო თუ დოკუმენტებით მესაუბრებით ზაურს მე დაგეხმარებით შეხვედრაში და შევხვდით და გეტყვით დეტალებს ყველა მისი კომპანიის შესახებ მისი პარტნიორი კომპანიის შესახებ ყველა დეტალს ორი ძალოვანი უწყების მაგალითად თანამდებობის პირების ოჯახის ნავთობის ბიზნესზე ლაპარაკობთ 10 სხმულ კომპანიაში არიან. მაგალითად პირები და მე კი ბატონო მაგრამ ისე მეუბნები. არა, ვერ მივხვდი კითხვას. ხო, პროკურორზე საუბრო. თქვენგან მესმის. ოჯახის ნავთობის ბიზნესზე. თქვენგან მესმის ახლა პირველად, უცხოელ გეუბნები. პროკურორის мама ზაურელის ბარაშვილის პარტნიორია ნავთობის. თქვენგან გავიგე ამ წუთს. არ ვიცი პროკურორი ვაცლების გამოში ზენახელისუფლების შემდეგ თაღლითებისთვის და ქართულებს ბეჟავაშოს მე ერთი იურისტი ყავდა ადვოკატი და შეიძლება ეგ არის არ ვერ გიხდეთ არ არის პრობლემა ზაურის შეგიძლიათ
გასაგებთ რომ თქვენი ოჯახის წევრები რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს რუსული ბიზნესის. ასეთი როგორ უნდა გახსნათ ანუ გაზპრომის მე არაფერი მობილ კომპანიებთან. ხო როგორც მინისტრს მე კიდევ ერთხელ ვიძახი მოდი ჯერ გაირკვია საუბართან მიმართებაში რომელ კომპანიებთან პარტნიორობს ის ინვესტი არ ვიცი როგორ რაღაც დოკუმენტები გაქვს რომელიც მე არ ვიცი ჯობია რომ ზაურისთან და მე თუ გინდა კიდევ მოვზადო და გავხსნით პასუხი ზაური ელიზბარაშვილი 40 წელიწადია საქართველოში ბიზნეს საქმიანობთან დაკავებული 40 წელიწადია ალბათ არ მოინახება მეორე კომპანია ამდენი ათეული წელი საქართველოში რუსულ კომპანიებთან არა ზოგადად ბიზნესში და როგორც გასწავლია ბატონგელა სხვა მეკითხარით და სხვა მესმიწია 40 წელია ბიზნესში არის მოქეული რომელ კომპანიებთან პარტნიორობს ვისთან პარტნიორობს კიდევ ერთხელ ვიდასტურებთ მე დაგეხმარებით მოგიწყოთ შევხვდით და ყველაფერს დეტალურად დავწერთ თქვენს დეკლარაციაში დიდძალი ქონება და ამ ქონების უდიდესი ნაწილი თქვენი მეუღლის საქმეა გამოყენებული ნავთობიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი უკვე არასწორად დაიწყეს კომუნიკაცია რაი 5 წელი ადამიანია აუზნეში და 40 წელია ელიზის ჯგუფი გაიჩინა რაზე საუბრობთ 40 წელიწადია საქართველოში უცვლელესი გადამხდელია ბიუჯეტში ვიზე ლაპარაკობ მაგიტომ გითხეთ რომ ხომშვიდობა გაქვს კრიზისი ხო არ გაქვს ზაურელის ბარაშულზე რომ დაიწყეთ ზაურელის ბარაშულზე რომ დაიწყეთ სიუჟეტის გაკეთებას მაშინ უკვე დაქცეულია ზაურელის ბარაშულზე არა რუსულ კომპანიებთან როსნეფთან როგორ გითხრათ ანუ კომპანიებთან პარტნიორ ქართულ კომპანიასთან ერთი და იგივე საუბრობთ მე ერთი და იგივე გაცემთ ყოველთვის პასუხს ერთი და იგივე თქვენ თუ გაგვიშვიდობა ეს გვაინტერესებს რუსულ კომპანიებთან ოკუპანტთან თანამშრომლობის პარალელურად არასწორად უკვე არასწორად საუბრობთ ნახე საზოგადოება უკვე არ შეცდომაში შეკავთ კიდევ ერთხელ გეუბნებით ადამიანს არ შეხვედრით ხარ არ გიკითხიათ მე მოგეხმარებით თქვენ რა იცით მე მოგეხმარებით არ ვიცი როგორ შეიძლება ზაურის კომპანიაზე ვიცი სიმამრის დახმარებით არის 100-ია დეკლარაციაში მამის ნაჩუქარი ქონება მამის მიცემული ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყოველთვის დეკლარაციაში დიახ დეკლარაციაში აბსოლუტურად ყველაფერია გამჭვირვალეა ჩემი დეკლარაცია და ზოგადად ჩემი ოჯახის ბიზნეს საქმიანობა და შემოსავლები ძალიან გამჭვირვალეა ხო და ხომ ასეც სიმამრის ნაჩუქარია ეს ქონება მე გეკითხებით რუსული ნავთობით კიდვა გაყიდვით ნაშოვნი ფულით არის ეს დიდძალი ქონება შეძენილი ხო ნახეთ რას მელაპარაკებით რუსულ ნავთობზე რომ მე ვესაუბრებით როცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ზაურ ელიზბარაშვილს აქ ელიზის ჯგუფი 40 წელიწადია მისი მთავარი ბიზნესი არის სადისტრიბუციო ეს კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მსხვილი ბიზნესი კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ვერ გიდასტურებთ არ ვიცი მას რა კომპანია რომ ნავთობის ბიზნესი ქონდა ეხლა თქო რომ დავიცოთ შეხვედრა ხო გითხარით რომ ნავთობ ბიზნესში მათ შორის სამედიცინო არა ეხლა ზაურის მე არ ველაპარაკები იმასაც ვერ გეტყვით ანუ ელიზის ჯგუფ საიდან შემოვაკ ის სადისტრიბუციო კომპანია რაც აქვს სამედიცინო ბიზნესშიც არის საიდან რა შემოვაკ აბა რო გეკითხათ არ ვიცი ვერ გეტყვით არ მქონია მე საუბარი და კიდევ ერთხელ ვიზახი თუ ვერ ნახულობ მე დაგეხმარებით და შევხვდით და გაგცემს პასუხს ყველა მისი პარტნიორი კომპანიის შესახებ მე როგორ გითხრათ მის შესახებ მას თავი დავანებოთ პარტნიორგელა პირველი კითხვე რაც გეხებოდათ ის კითხოთ კითხეთ უკვე ქონებებთან დაკავშირებით ამ ნავთობიდან შემოსული ფულით არასწორია როდის არის ქონება ნათიას როდისაა გადარეგისტრირებული 5 წლის წინ თუ 7 წლის წინ თუ 10 წლის წინ სხვადასხვა დროს გაქვს ხო და გააჩერდით ეხლა რაღაცა არასწორად საქმეთა მინისტრს, ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. მოდი ნახეთ, კიდევ ერთხელ აღარ ვაპირებ თქვენთან ესე, იმიტომ რომ არასწორი კითხვას არასწორი კითხვებს მისვავ. მოდი შევხვდით ზაურის უთხარის კომპანიები დაადასტუროს, მე ვკითხავ, არ ვიცი მე. თქვენ გეკითხავით. სხვაებს გეუბნები, მე ხომ დავიცოდე ვიზე არის საუბარი რა კომპანიებზე, მე არ ვიცი, რაღაც დოკუმენტები გაქვს, რომელიც ჩემთვის არაფრის მომცემი არ არის. არაფრის მომცემი, როგორ არის სტატის მომცემული ინფორმაცია. არ ვიცი საიდან გაქვს ამოღებული რაღაცა ფურცლებს მარახებთ ხარა. საჯარო რეესტრებიდან ამოღებული ბიზნეს რეესტრებიდან არ ვიცი, ვერ გეტყვით. ანუ ზაურის შეგიძლიათ ახლა ჩახვიდეთ. მე დაურეკავ ზაურს, ჩადით თელიში, დაგვხვდებათ. გაისაუბრეთ ყველა მის შესახებ კომპანიის პარტნიორები მიყავს ყველაფერს გეტყვით. ამის შემდეგ მე არ უპასუხებ. რაზე აბა როგორ გითხრა ხა ბიზნეს საქმიანობა მინისტრი არ უპასუხებს. ბიზნეს საქმიანობა ვინ რუსული ნავთობით. რუსული ნავთობის სამშობლოა აქ. სხვაებს გეუბნებით რომ ბიზნეს სექტორი, კერძო სექტორი ვისთან პარტნიორობს, როგორ პარტნიორობს, მე რა პასუხი უნდა გავცეთ. პრობლემა არ არის. ის ბიზნეს სექტორი თქვენი ოჯახის რაღაც შექმნა გინდა და ვერ შექმნით ანუ. ოჯახის წევრი რომ არის არ არის.